შაბათის მარში დღეს ერთობის იდეას ეძღვნება. მთავარი ლოზუნგით ძალა ერთობაშია. მარშის მონაწილეები პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ალიანსის შექმნას მიესალმებიან და ამბობენ, რომ ეს პროცესი უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს. ოპოზიციის ალიანსი კი დღევანდელი განცხადებით პროტესტის გაფართოების მიზნით სამოქალაქო ჯგუფებთან აქტიურ თანამშრომლობას აანონსებს. გივი თარგამაძე, რომელსაც დღეს მდინარაძის სუსი ვერ პოულობდა, საზღვარგარეთ აღმოჩნდა. სუსმა დღეს განაცხადა, რომ თარგამაძეს ტელეფონი გათიშული ჰქონდა და ვერ უკავშირდებოდნენ. უწყებამ ოპოზიციონერ პოლიტიკოს შეტყობინება პროპაგანდისტული მედიის საშუალებით გადასცა. თარგამაძეს სუსი საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იბარებს. გამოძიება ოცნების ირანთან კავშირებზე გაკეთებული საჯარო განცხადებების შემდეგ დაიწყო. ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანის მეჰრაბადის აეროპორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. განადგურებულია გუშაქთა კორპუსის ელიტური დანაყოფის ყუდსის ძალების 16 თვითმფრინავი. თეირანში დღევანდელი იერიშების შედეგად განადგურებულია გუშაქთა კორპუსის საჰაერო თავდაცვის ოპერატიული შტაბიც. უკრაინამ ოკუპირებული დონეცკის აეროპორტთან რუსებს შაჰიდის დრონების საცავი გაუნადგურა. ბოლო 24 საათში დაარტყეს ელექტროსადგურს ბელგოროდის ოლქშიც, რამაც ხანძარი გამოიწვია. რუსების თავდასხმები კი მშვიდობიან მოქალაქეებზე იყო მიმართული. ხარკოვში კორპუსის ნანგრევებიდან 2 ბავშვის ცხედარი ამოასვენეს. ჯამში დაღუპულთა რიცხვმა 10-ს გადააჭარბა.